შეგიძლიათ იცინოთ გასაგებად. კადრი რაღაც. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩვენი პირველი საცდელი პოდკასტი. პოდკასტს ერქმევა ჩვენ ასე ვხედავთ. მოგებობით სხვადასხვა თემებზე ჩვენს დამოკიდებულებას ბავშვების, შვილების და მშობლების. ამ შემთხვევაში ჩემთან ერთად იქნებიან მე 11 წლის, მე ლუკა 9 წლის, უფრო მაგარი ბიჭი. რას ნიშნავს მამობა? ვინ არის მამა? ფულს აგროვებს რომ გვიყიდოს რაღაცეები. ამას ახლა ხუმრობითაც ვიძახით თუ სერიოზულად? სერიოზულადაც თუ ხუმრობითაც? ჩევებს გვაძლევს, თავის ცხოვრებაზე გვიყვება, რომელიც გადახდენია თავს და გონია რა გამოგვადგება ცხოვრებაში. გონია ხოლმე რა თუ ვინმე ცუდ სიტყვას გეტყვეს, შემოარტყი სახეშიო. სოციალური სამსახური არ მომადგეთ. დედა რას ნიშნავს? მოსიყვარული ადამიანი, ვისთანაც კარგად ვატარებ დროს ბედნიერად. როცა ვხუტები ძალიან თბილია. ჩემი საყვარელი ადამიანია რა ვინც ცხოვრობში. დედისგან მე ხედავ სიყვარულს, სიტყვას და აზროვნას. შვილი რო გაგიჩნდება, მე რესწავლო. პასუხისგებლობა გიჩნდება, რომ ამას შენ ყველაფერი ისე უნდა ასწავლო და არიგო, რომ გაიზრდება, რომ გამოვიდეს კარგი ადამიანი და ისეთი ადამიანი, ვისი მისვლაც ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც არ უნდა გამოჩნდეთ, გაეხარდება. ჩათვალეთ თქვენთან ერთად ვსწავლობთ რა. მშობლები მაგალითად როგორი მიდგომა აქვთ თქვენს მიმართ. მე როდესაც რაღაცას მიხსენ, ძალიან წყნარად მიდგებიან ხოლმე და ზოგჯერ როდესაც აი რას ნიშნავს იყო შვილი? თან რომ 18 წლამდე ვიყავ, სწავლობ ბევრ რამეს მშობლებისგან და ისეც ცხოვრებისეულად გამოცდილებას იღებ. და როდესაც 18 წელს გადასწავლე, მე უკვე ყველაფერი იცი და უკვე მზად ხარ ყველაფერს. შვილი რო ხარ, ბავშვი, ანუ სანამ 18 წელს გახდები, გამოავლე მაგალითად ყველანაირ ემოციის იმას მომენტს. მაგალითად სევდის მომენტი, მაგალითად სევდა რომ მოვეწება. სიხარული არის რომ გიყიდიან iPhone 11 Pro Max, კომპიუტერს, PlayStation და გაოცება არის. ეს არის გაოცება. გაოცება არის. გაოცება არის ისნეილებში რომ წახვალ რო ნახავ ყველაფერი. გამოშტერება არის ეს მე. ცხოვრება არის გამოცდილება. სულ სწავლობ. ყველანაირი გამოცდილება ცხოვრებაში არის გამოცდილება. ყველანაირი. სულს მიიღებ, კარგს მიიღებ, სულ ყველაფერი არის იმისთვის, რომ გამოცდილება შემდგომში გამოიყენო ეს მაგალითად. 11 წელიწადია ვარ მამა. მანამდე არ ვყავ მამა. ამიტომ მამობის გამოცდილება დავიწყე თქვენთან ერთად. ყველაზე კარგი მომენტი არის ერთად ვართ, თქვენ გცალიათ. მაგალითად რო თამაშობთ ჯოკერს, კარტის ნებისმიერ თამაშს, სამაგინო თამაშებს. თქვენ რო იყოთ მშობლები. აი რა შეცვლიდით იმაში, რომ აი ჩვენგან რასაც ხედავთ მაგაში. არ ამგონია რა და ბავშვი ჩემფილე არ ამგონია, იმიტომ რომ ძალიან კარგი არის. მაინც საერთოდ გაბრაზებულის მაინც მიუხედავად? მაინც, ალბათ გაბრაზებულის გარშე ვერაფერს ისწავლეს. ბავშვი პატრაობიდან თუ არ მიეჩვია, რომ ეს შეიძლება იმ წუთას არ იყოს. მე გაუჭირდება რა. ასე ვხედავთ ჩვენ მშობლობას, შვილობას, ესე წარმოგვიდგენია ერთმანეთი ჩვენი თავიც. ზოგჯერ რთულია, მაგრამ ძალიან მაგარია. იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც საინტერესო ხდება, ხან ჩხუბი, მაგრამ მე ისე სიცილი და შეიძლება. ეგ არის ზოგადად თავის ოჯახში ვსწავლობთ მაგას და მე გარეთაც იგივე ხდება დაახლოებით. აკაური ურთიერთობით ვსწავლობ სხვა ადამიანებთან ურთიერთობასაც. გამოიწერეთ. აქ იქნება ლინკი, გამოიწერეთ, დაგვასაბსკრაიბეთ. და ლაიქეთ და ზარი გამოგავთ. ბევრ საინტერესო თემას ვფიქრდებით.